ვინ იყო ერეკლე მეფის შვილი პირველი რომელიც გარდაიცვალა თუ ეგ შეკითხო რა დავსვი ხალხი შეცდომაში შევიდა და ყველა ლევანი დაწერა 90%-მა რა არა და ამ დროს იყო პირველი ცოლისგან ქეთევანისგან ყავდა ვახტანგი კარგი ვახტანგი ესე არის ისტორიაში დაწერილი რა წარმოვიდგინეთ რა კარგი პიროვნება იყო მაგრამ ბედურება შეეყარა რა ინფექცია რომელსაც ერქვა ყვავილი რა საშინელი რაღაცა იყო აი რომ ჩაწერო და არ მინდა ახლა ამ ვიდეოში გაჩვენოთ ესეთ ბუშტუკები ამოდის რა და აი ბატონებსაც ვერ დაარქმე და მომაკვდინებელი არის რა და 40 დღე იმკურნალა და ხალხს ეგონა რომ გაუარა გადარჩა და აბანოში რო წაიყვანეს მე შეუტრიალდა და ამით გარდაიცვალა არა და ეგ იყო ეგ მოიაზრებოდა მემკვიდრედ ორი სამეფოსი ქართლის და კახეთის ერთგან თეიმურაზი მეფობდა მეორეგან ერეკლე მაგრამ იურიდიულად რო ვერ აერთიანებდნენ ამ ორ სამეფოს რა ამიტომ მემკვიდრე უნდა ყოფილიყო კარგი ვახტანგი და ის იქნებოდა გაერთიანებულ ქართლ-კახეთის მეფე და ეს გეგმა ჩაიშალა თეიმურაზმა ძალიან ინერვიულა რა და მისი ელჩობები რუსეთში რაც ჰქონდა გადადო რაღაცეები რა და მერე წავიდა და ესეთი პიროვნება იყო ისტორიაში და ეს ახლა ბევრ მაარიდის ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით და გამოიწერეთ ჩემი წიგნი კიდე ქართველთა ბრძოლები